მოგესალმებით ძვირფასებო, დილა მშვიდობისა ყველას. მინდა მოგიყვეთ ისტორია რაბი ხაიმ კაპუსის შესახებ. ჩვენი დიდი წინაპარი, რომელიც ცხოვრობდა მიცრაიმში, ეგვიპტეში, კაირში. როდესაც რავ კაპუსი უკვე მოხუცდა, მას თვალსინათლე დააკლდა, რადგან ის მუდამ გამუდმებით წიგნების კითხვაში იყო. და მის თაობაში იყვნენ ლაზღანდარები, რომლებიც არსებობენ ყველა თაობაში და ჩვენ თაობაშიც, რომლებმაც გაავრცელეს ჭორები იმის შესახებ, რომ რავ კაპუსი დაბრმავდა იმიტომ, რომ მან ალბათ აიღო ქრთამი ვინმესგანო. ეს სიტყვები მივიდა რავ კაპუსიმდე და გადაწყვიტა რავ კაპუსიმ გაეკეთებინა ასეთი რაღაცა. შაბათ დღეს შახარიც სთხოვა მრევლს, რომ რაც შეიძლება მეტი მოსულიყო და მოეწვიათ სალოცავში და როდესაც მართლა შაბათ დღეს ხალხი მოვიდა დილით შახარიტის ლოცვის შემდეგ, ის ავიდა ტეივაზე და დაიძახა: ხალხო, იცოდეთ, მე არასოდეს ჩემ ცხოვრებაში ქრთამი არ ამიღია. თუ გამჩენის წინაშე ვამბობ ასე, თუ მე ქრთამი ამიღია ჩემს ცხოვრებაში და ამ ტეივიდან ეხლა რო ჩამოვალ, ცოცხალი აღარ ვიყო. მაგრამ თუ არ ამიღია ქრთამი, მაშინ გამჩენმა დამიბრუნოს სინათლეო. და ასეც მოხდა. როდესაც რავ კაპუსი ჩამოვიდა ტეივიდან, მას მხედველობა დაუბრუნდა, ხედავდა ყველას მის გარშემო, ესალმებოდა ყველას და ამის შემდეგ თავის გადაწყვეტილებებზე ბეით-დინში, სადაც მუშაობდა, სანამ ხელს მოაწერდა, წერდა სიტყვას ჰანეს, რომ სასწაული მოუხდინა გამჩენმა და თვალთ მხედველობა დაუბრუნა. გამჩენმა შეგვაწიოს ჩვენი დიდი წინაპრის, რაბი ხაიმ კაპუსის სხუტი. ამენ ქენიეირაცონ შეიერაქსოროცდოვოთ. ძვირფასებო, თუ მოგეწონათ ჩვენი ვიდეო როლი, იმედია რომ მოგეწონათ, დაგვილაიკეთ, დაგვიტოვეთ კომენტარი, გააზიარეთ სხვა ებრაელებსაც მოასმენინეთ და თორის გავრცელების მიცვაში ჩაგითვალოთ გამჩენმა. გარდა ამისა, შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და ყოველთვის მიიღებთ ხოლმე შეტყობინებებს ახალი ვიდეოროლების შესახებ. რომ იცოდეთ, ჩვენს ვიდეო YouTube არხზე გვაქვს ათობით ვიდეოროლი საინტერესო და იმედია რომ მოისმენთ და დაგვიტოვებთ კომენტარებს გამჩენის დახმარებით და მოგწერთ თუ რა თემაზე გინდათ რომ მომდევნო ვიდეორგოლი შევქმნათ. შეიებსოროცდოვოთ, ამენ ქენიეირაცონ მიყვარხართ ყველა.